გამარჯობა, ჩემო ძვირფასო გამომწერებო და არხის სტუმრებო. ეს ვიდეო ეხება სასიყვარულო თემას, გამოვა თუ არა კონტაქტზე. თუ გყავთ ისეთი ადამიანი, ვინც ამ მომენტში ინარჩუნებს დისტანციას და სიჩუმეს, ნახოთ გამოვა თუ არა ის კონტაქტზე. ტატი მარკო ცოტა ხანი. ნახოთ პირველ რიგში თქვენი სიგნიფიკატორი კარტი და მისი ასევე. ვინ ხართ თქვენ დღევანდელი მდგომარეობით, ასე ვთქვათ. და ვინ არის ის თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი, რათა გაიგოთ ეს ვიდეო კონკრეტულად გეხებათ თუ არა თქვენს წყვილს. თქვენ ხართ ადამიანი, იღბლიანი პირველ რიგში, ადამიანი, რომელიც შესაძლებელია ბევრს მოგზაურობთ, არის თქვენთან ყოველთვის გადაადგილება, გზა, აქტიურობა, აქტიური ადამიანი ხართ თქვენ. და ცხოვრებაში გადიხართ ახლა ეტაპს, როდესაც მოვიდა თქვენი დრო, როდესაც იღბალი არის თქვენს მხარეს. ვინ არის თქვენი ადამიანი? თქვენი ადამიანი არის ძალიან კმაყოფილი მისი მიღწევებით, მისი ცხოვრებით და შესაძლებელია ითქვას ახლა ის განიცდის ჯანსაღ ნარცისიზმს, როდესაც ადამიანს მოსწონს საკუთარი თავი, მოსწონს მისი სიტუაცია საზოგადოებაში, სოციუმში, ამას აღნიშნავს და ამით არის ძალიან კმაყოფილი. დაახლოებით ასეთია ძვირფასებო თქვენი სიგნიფიკატორი კარტები, ანუ თქვენი აღწერილობა. ნახოთ, მოდით პირდაპირ დავსვათ კითხვა. ეს ადამიანი, ვინც თქვენ ჩაიფიქრეთ, რატომ არ გამოდის კონტაქტზე თქვენთან? ჭამს, ჩემი ფისონია, ალბათ ისმის ხმა. სიამოვნებით მიირთმევს უფრო სწორად. ესე იგი რა შუაში იყოს, მაგრამ კარგის ნიშანია. რატომ არ გამოდის? ადამიანი არის ოჯახში პირდაპირ მნიშვნელობით, შესაძლებელია ეს ადამიანი ისვენებს დაუშვათ თუ სადმე მუშაობს, დღეს აქვს ასვენების დღე და არის სახლში, ასევე შეიძლება იყოს სამსახურის თემა, ესეთი კარტები არო დაუშვათ, ადამიანი მუშაობს, ფულს აგროვებს, პირდაპირ მნიშვნელობით არ რა თქმა უნდა, ფულს აკეთებს, ასე უფრო სწორი იქნება და უახლოეს პერიოდში გეგმავს, რომ შემოგეხმიანოთ თასების პაჟის მიხედვით. ძალიან ცოტა პროცენტთან, დაუშვათ 100-დან შეიძლება 20%-თან. ცოტა არ არის, მაგრამ მაინც არის ის, რომ ეს ადამიანი არის ურთიერთობაში. ან თქვენ, აქ არის სამკუთხედის თემა. ოღონდ ეს ყველასთან არ არის ძვირფასებო და ვისთანაც ეს ასე არის, თქვენ იცით, რაზე ვსაუბრობ. ვისთანაც ზუსტად იცით, რომ არ არის ადამიანი დაოჯახებული, რა თქმა უნდა, თქვენთან ეს თემა არ არის. თქვენთან არის სამსახური და საქმეები. ანუ მას სურს თქვენთან ურთიერთობა, კონტაქტი და აპირებს კიდეც უახლოეს პერიოდში. ეს არის თასების პაჟი. კარგით, რადგან ასეთი დასათაურების ვიდეო გახსენით, მაშინ ვიკითხავ ასეთ რამეს. რატომ გაგიჩნდა თქვენ ეს კითხვა? ესე იგი, გამოდის, რომ რაღაც პერიოდი მაინც ის ჩუმად იყო და არ გეხმიანებოდათ. და რამ გამოიწვია ეს, რომ არ გეხმიანებოდათ ის? ეხლა ძვირფასებო. ისე ვიგებთ მატერიალებს. მიხლავე.
ну ამ თემას ვერ გავცდით სამკუთხედის თემას, რატომღაც, ოღონდ ვიმეორებ ყველასთან არა. რატომ არ გეხმიანებოდათ? იმიტომ რომ არ სურდა. ის ფიქრობდა რომ აი მოგვიანებით, შევეხმიანები, მოგვიანებით მივწერ მაშინ, როდესაც ჩემს მიწერას დაუშვათ ან შეხმიანებას ეხლება თან ჩემივე მოქმედება. აი ესე, ჯერჯერობით არ მსურს ის ფიქრობდა, ასე, თუმცა აქ არის მონატრება, მას თქვენს მიმართ ნამდვილად გრძნობა აქვს, იმიტომ რომ ენატრებით, თუმცა არის ილუზიებში და ეს ილუზიები მას აჩერებს. მარგო, რეებს აკეთე. თუ მოდის კარტებთან. რატომ მოხვედი, მარგო? არა მირიო კარტის, ანთელს არ მიეკარო. ასევე ის აპირებს სიახლეს, მას სურს დაანგრიოს ის ფორმატი, რაც არის თქვენს შორის, ან იყო შეიძლება, უფრო არის. მას სურს ეს დაანგრიოს საუბრით. მას საუბარი სურს თქვენთან. მარგო, რას აკეთებ? ცოტა აქეთ მაინც გამოიწია. ათი. რა? რატომ მეხვედი? მაგით ასე აღარ მოხვიდე. კარგით. ესე იგი, რატო არ გეხმიანებოდათ? იმიტომ რომ მას ასე სურდა, ის ინარჩუნებდა, ასე ვთქვათ, გულგრილობას, არ დგამდა ნაბიჯს, თუმცა მას საუბარი სურს თქვენთან. დაუშვათ, წარმოვიდგინოთ, რომ გესაუბრებათ, აი რის თქმა სურს მას თქვენთვის. აი ვთქვათ, რომ მიეცეს ახლა დღეს მას თქვენთან საუბრის საშუალება. რა უნდა მას, რომ თქვენ გითხრათ? ის ამბობს, რომ ნუ ხელავ, დამშვიდდი, საჭირო არ არის შფოთი. მე შენთან ერთად თავს გრძნობ ძალიან კარგად, ძალიან ხიარულად, ძალიან მომწონს შენთან ურთიერთობა და უახლოეს პერიოდში გამოჩნდები. ნახეთ, ეს არის კვერთხების რაინდი. ანუ უახლოეს პერიოდში ის ფიქრობს შემოჭრას შეიძლება ითქვას თქვენს ცხოვრებაში და თქვენ გეუბნებათ, რომ ნუ შფოთავ, ნუ ღილავ, ნუ ნერვიულობ. ჩვენ ისევ ერთად ვიქნებით. ნუ ახლა არის ასეთი პერიოდი, როცა საჭიროა, ასე ვთქვათ, გაძლება თითქოს. კარგით, ნახოთ, რას ფიქრობს ისე ზოგადად თქვენზე, რას ფიქრობს. ფიქრობს, რომ აი თქვენ ხართ რა კარტები არ მოგევიდათ ღმერთო ჩემო, რა არკანები. თქვენ ხართ ძალიან სამართლიანი პირველ რიგში. ფიზიკურად ძალიან მიმზიდველი, სექსუალური ენერგია გაქვთ ისეთი, რომ იზიდავთ ამ ადამიანს. აი უხილავი ძაფებით თქვენსკენ ეკაჩებით. ასევე თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც მუდმივად იმარჯვებს. გამარჯვებული დადიხართ თქვენს გზაზე ყოველთვის, ნუ ის ასე გხედავთ თქვენ და ასევე თქვენ ხართ სრულყოფილება, რატომ? იმიტომ რომ თქვენში ერთდროულად არის სიმკაცრე, სამართალი და მიზიდულობა რაღაც სექსუალური. ერთდროულად არის ეს ყველაფერი და ეს მას ძალიან მოწონს. ნუ დაახლოებით კი ამბობს არკანები რა ზოდიაქო, ნუ მზით რა შეიძლება ზოდიაქო იყოთ და ასცენდენტით. თუმცა რა თქმა უნდა არ დავასახელებ. მაგრამ ერთს ვიტყვი, რომ დიდი რაოდენობით ალბათ თქვენს რუკაში არის წყალი. კარგით. ნახოთ რჩევა თქვენთვის და ამაზე დავასრულოთ. ეს წარსული ყოფილა თვითონ ჩემო რასაც მწუხარო. ნუ მაინც გექნებათ სასიამოვნო, ასე ვთქვათ, შეხვედრა მასთან. დანარჩენი შემდეგ ვიდეოში.